გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. გაზაფხულის თემა იქნება დღეს განსახილველი ჩვენთან და საუბარი გვექნება 3 მარტის თაობაზე, საუბარი გვექნება 8 მარტის თაობაზე და სრულიად გაზაფხულის გაზაფხულობაზე. შესაბამისად მყავს არაჩვეულებრივი სტუმრები. 3 ნაწილად იქნება დღევანდელი გამოშვება. პირველ ნაწილში ჯერჯერობით გაგაცნობს მხოლოდ პირველი ნაწილის სტუმრებს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გვექნება ჩართვა ბაკურიანიდან და გვექნება რამდენიმე ვიდეო, სადაც ასევე ჩვენი ლამაზი გაზაფხულის თაობაზე გვექნება საუბარი. დღევანდელი გამოშვება ოდნავ უჩვეულო ფორმატით გადის, რამე თუ მე დიდი ხანია თანაწამყვანის თანხლებით არქხელებრივი ვართ თქვენ ჩემო ძვირფასებო და დღეს ჩემი თანაწამყვანი იქნება უმშვენიერესი, ულამაზესი ანასტასია ქირია. მოგესალმები ანასტასია, ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ თანაწამყვანი და დარწმუნებული ვარ რომ იმდენად მოგეწონება შენ ეთერში ყოფნა რომ სავარაუდოდ აირჩევ კიდეც ამ გზას შენი ცხოვრების სავალ ბილიკებზე. რაც შეეხება სტუმრებს, ესენი არიან ასევე ულამაზესი და უმშვენიერესი ტანმოვარჯიშე, მხატვრული ტანვარჯიშის ოსტატი და ძალიან ბევრ შეჯიბრში მონაწილეობა მიღებული და გამარჯვებული და რამდენიმე თანრიგოსანი, ხო, მართალი ვარ ლიზნა. ლიზა კენჭაძე, გამარჯობა ლიზა და დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხარ და რა თქმა უნდა მანდილოსნები მამაკაცების გარეშე აბა როგორ ვიქნებით და ყველასათვის კარგად ცნობილი, რამე თუ წინა წელს 2025 წლის 5 მარტი სხვა სტუმრებთან ერთად დაამშვენა არაჩვეულებრივმა მომხიბლელმა, ძალიან განათლებულმა და ადამიანმა, რომელსაც წიგნების კითხვა ძალიან უყვარს და რა თქმა უნდა, თამაშიც ძალიან კარგმა ბიჭმა ნიკოლოს კვანტრიშვილმა. ნიკოლოს მოგესალმები. გამარჯობა ნიკა. ნახე რამდენ გოგოებთან ერთად ხარ. მოგესალმე, ხო? ნიკოლოზი როდესაც მოინდომებს მოსალმებას, მე მოდი ნიკოლოს იცი რა გავაკეთოთ? მე ვიცი რომ შენ გაქვს ლექსი მომზადებული და ლექსით გინდა რომ მიესალმო მაყურებელს. გინდა ვთქვათ დედაია დაგიკრიფე? გინდა? არ გინდა რომ ვთქვათ, კარგი, როცა მოგინდება დამიძახებ? კარგი. ლიზი, შენ რამდენიმე ხნის წინ ჩამოხვედი, ლიზა, შენ რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდი უცხოეთიდან, ხო? და აი რასთან დაკავშირებით იყავი? მე თუ არ ვცდები, ტანვარჯიშიდან იყავი, ხო? კი. მოდი აბა მომიყევი. ახლა უცხოეთში არ ვიყავი, აქ იყო შეჯიბრი და აქ იყო ბოდიში. აქ იყო კი შეჯიბრი. მილანში ვიყავი, просто დასასვენებლად წასული. და შეჯიბრზე რომელი ადგილი აიღე? პირველი ავიღე ბურჯში და ორი მესამე ავიღე. ხო და შენ თავად გაგიკეთებია ძალიან ლამაზი საჩუქარი შენი თავისთვის გაზაფხულზე, ხო? ეხლა შენ მითხარი, შენ როგორ ხვდები გაზაფხულის შემობრძანებას და რა განცდა გეუფლება გაზაფხულზე? რა ვიცი, ძალიან უყვარს გაზაფხული. რითი გიყვარს? მოდი ახლა მაშინ ტასოს მოვუსმინოთ. ანასტასია, შენთვის რა არის გაზაფხულის შემოსვლა? გაზაფხული ჩემთვის პირველ რიგში არის რაღაც ახალის დასაწყისი, იმიტომ რომ ზამთრის ცივი, ესე რა ვთქვათ, ამინდებიდან შევდივართ სითბოში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაზაფხული ასოცირდება ჩემთვის 3 მარტთან, დედის დღესთან, 8 მარტთან, ქალების დღესთან. და გარემოც საზოგადოებაც რაღაც უფრო თბილი არის, ყვავილებით ხედავთ ხოლმე მოსწავლე ადამიანებს სამართთან დაკავშირებით და ხო, საინტერესო არის გაზაფხული ახალი დასაწყისისთვის. და რა მაინტერესებს, იცი, აი შენ როცა პატარა იყავი, რა შეგრძნება ქონდა გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით და ეხლა აი რა შეიცვალა, რაც გაიზარდე? შეიძლება პატარა რო ვიყავი, უფრო ვერ აღვიქვამდი, ალბათ უბრალოდ ყოველთვის მიყვარდა 3 მარტი განსაკუთრებით და წერილებით ვიყავი ხოლმე, ისე წერილების წერით ვიყავი ხოლმე შემოფარგლული, დედაჩემს უწერდი ხოლმე წერილებს და ახლა ალბათ რადგან გავიზარდე, უფრო სხვანაირად უყურებ, უფრო
მიხარია, იმიტომ რომ ამინდი როგორც განწყობაზეც მოქმედებს ჩემთვის და ხო. კარგია. ძალიან კარგი. შენ როგორ ულოცავ დედიკოს სამართს? რა ვიცი, ყვავილებს ვჩუქნი, კანფეტებს და ეგრე ვახარებ. აი, რაცა ისეთი გაქვს ისეთი განსაკუთრებული ან სიმღერა, ან ლექსი, რომ გინდება, რომ გაზაფხულს მიუძღვნა, აი გაზაფხულის შემოგზანებას. არა, ლექსი არ მომეყოლე არასდროს. არასდროს და სიმღერა? არა. არა ხო? ლიზი, შენ აი რო გაიზრდები, შესაძლოა მოხვიდე კიდეც, რა ვიცი, აი პირდაპირ კითხავ, შენ რომ ქალაქის მერი იყო, როგორ დღესასწაულს მოუწყობდი 3 მარტს დედებს და 8 მარტს ყველა მანდილოსანს? რას გააკეთებდი? როგორ მორთავდი თბილისს? ყვავილებით მაგალითად. გაზაფხულის ფერებში. ხო. გაზაფხულის ფერებში, ხო? მე მაინტერესებს ჩვენმა რაინდმა ნიკოლოზ კვანტრიშვილმა თუ გადაწყვიტა რომ ლექსით მიულოცოს თავის ულამაზეს დედიკოს 3 მარტი. ჯერ არა? კარგი. კარგი, მე ცოტა ვიჩქარე მე მგონი, ხო? ნიკოლოზ. და ანასტასია, შენ გინდოდა გასაუბრება ლიზისთან და აი მე გავჩუმდები ცოტა ხნით. აი წინადადებას დავეწოვე და ასრულე. ჩემთვის გაზაფხული არის და აი რა არის შენთვის გაზაფხული? მაინტერესებს და რა მითხრა. ჩემთვის გაზაფხული არის სილამაზით მომწონს, დედებს რო ვახარებ. საინტერესო არის. აბა კიდე რა შეგვიძლია ვთქვათ? რამე განსაკუთრებული სიმღერა ხო არ გაქვს, რაც გახსენებს ესე გაზაფხულს და გიყვარს ხოლმე გაზაფხულზე რომ მოусმინო. და მსგავს. მე არ მომეყოლია არც ერთი ლექსი. არა, არც ლექსი, არც გასაგები არის. ლიზი, რა მაინტერესებს? შენ თუ გინდა რაიმე შეკითხვა დაუსვა ანასტასიას? ხო, არ გაქვს რამე შეკითხვა. რა გიყვარს ყველაზე მეტად? გაზაფხულზე თუ? რავი. მე რადგან გაზაფხული არის თემა ვიტყვი, რომ გაზაფხულზე მიყვარს ყველაზე მეტად, ალბათ ეს მზის ზერო გამოდის, რო თბება უკვე ნელ-ნელა. ეს რაც ფერადი გარემო, ყვავილები და რა თქმა უნდა ეს 3 მარტი, 8 მარტი ყველაფერი რა თქმა უნდა განსაკუთრებული სურნელი. კი. ნიკოლოზ, შენ როგორ ულოცავ დედიკოს 8 მარტს და 3 მარტს? აბა მითხარი. რას ჩუქნი ხოლმე? ნიკოლოზ, რა მაინტერესებს, შენ ბაღში ყავს ძალიან კარგი პედაგოგი, ხომ? რა ქვია შენს პედაგოგს? აბა მითხარი, რა ქვია შენს პედაგოგს? მე დამავიწყდა რა ქვია შენს პედაგოგს. ახლა წავიკითხავ და გეტყვი. შენ ყავს ბელა მასწავლებელი, ხომ? მე ძალიან გაბრაზებული ხარ შენ? ნიკოლოზ, აბა მითხარი, მაშინ შენ მე მითხარი, გოგონებთან უფრო მეგობრობ თუ ბიჭებთან ბაღში? ვისთან უფრო მეგობრობ? ლაპარაკის ხასიათზე არავის დღეს. კარგი, მოდი მაშინ ეხა ჩვენ ცოტა ხანი დავემშვიდობოთ მაყურებელს. ლიზი გავაცილოთ და შენ თუ გინდა შემდეგ ნაწილში შემოდი, თუ გინდა იმის შემდეგ ნაწილში, გინდა? რომელ ნაწილში შემოხვალ? აბა მითხარ, შენ შეყვარებული გყავს ერთი მითხარი და გაგანებებ თავს. კარგით, მოდით ახლა გავუშვათ ვიდეო ჟურნალისტიკის სახელოსნო და ლიზი, შენ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. და ჟურნალისტიკის სახელოსნო გავუშვათ ვიდეო და ჩვენ ასევე საინტერესო სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას, გილოცავთ 8 მარტს. ჩემი დღევანდელი გამოშვების სტუმარი გახლავთ ნუნო ჭრელაშვილი. რას გვეტყვით? ქალის როლზე
კაცობრიობის ისტორიაში? კაცობრიობის ისტორიაში ქალს დიდი როლი ჰქონდა ყოველთვის. მაგრამ მე ჩემს საყვარელ სამშობლოზე, საქართველოზე მსურს საუბარი. დავიწყოთ იმით, მოციქულ სწორმა წმინდა ნინომ შემოიტანა და გაავრცელა ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც გაამეფა ქალი მე-11 საუკუნეში, ხოლო მე-12 საუკუნეში დიდმა შოთა რუსთაველმა თავის უკვდავ პოემაში. დღეს საქართველოში ქალის პატივისცემა გრძელდება და ასე იქნება მარადშამს. მე ვიცი, რომ თქვენ მუშაობთ წიგნზე, სადაც წერია, როგორ უნდა ვასწავლეთ პატარებს ინგლისური ენა თამაშის თანხლებით. მართალია, მათე, მე ძალიან მინდა, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდან დაიწყონ ასეთი განვითარება, რომ მეორე ენა, ინგლისური ენა შეისწავლონ ბავშვობის ასაკიდან. ეს ყველაფერი უნდა დავიწყოთ თამაშით, სიმღერით, მუსიკით, გართობით. ეს ყველაფერი შევიტანეთ წიგნში, მალე გამოვა, იხილავთ და მე მგონი მოგეწონება და მეორე ნაწილს კი შემდეგ მომავლისთვის მოვამზადებ. ესე იგი, ბავშვები ადრეული ასაკიდან უნდა განვავითაროთ გონებრივად, წიგნი ყველაზე ახლო მეგობარი არის ჩვენთვის. და ბავშვობიდანვე ბავშვმა უნდა იცოდეს წიგნთან ურთიერთობა. გაზაფხულის დადგომას ყველასთვის სიხარული მოაქვს. სრულიად განსხვავებული სასიამოვნო სურნელი ჰარმონიულად ერწყმის ფერად ყვავილებს. მარიამ, თქვენს ნამუშევრებში რომელი ფერი ჭარბობს? მოგესალმებით. დედიკოებს გილოცავთ სამმარტს, ქალბატონებს 8 მარტს, ბედნიერი ქალბატონები ყოფილიყავ. რაც შეეხება ჩემს ნამუშევრებს, ქარგვის დროს ვიყენებ ბევრ ფერებს. ფერებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგანაც შეუძლია ფერს გადმოსცეს როგორც ადამიანის ემოციები, ანუ ჩემი ემოციები, ასევე შემიძლია ჩემი ემოციების სხვასაც გადავცე. ძირითადად მუშაობ ბოტანიკურ სტილში, აქედან გამომდინარე, მწვანე ფერს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მწვანე ფერი ასოცირდება სიცოცხლესთან, სიხარულთან და ამიტომ ყველაზე მეტად ვიყენებ მწვანე ფერს. და რას ნიშნავს თქვენთვის გაზაფხულის დადგომა? გაზაფხული სიცოცხლეს ლუკა. გაზაფხული არის მოძრაობა, მიძინებულის დახვიწება. როდესაც ბუნება მიძინებულია, ფერები არ არის, ზუსტად ამ დროს მოდის გაზაფხული. აი ეს ჩემი საყვარელი მწვანე ფერი შემოყავს. ალამაზებს და აფერადებს სამყაროს. მაიკო, როგორ ულოცავთ ადრე დედას 3 მარტს და როგორ ულოცავთ ახლა? ზოგადად ყოველთვის ულოცავდი დედას დედის დღეს, ალბათ ყოველ დღეც და ასევე მეც ალბათ ჩემი შვილების დანახვაზე ყოველთვის ისე ხდება, თითქოს მილოცამენ ჩემი ბავშვები დედის დღეს, მაგრამ დედის დღე როგორც ასეთი საქართველოში 3 მარტს ადრე არ არსებობდა და მოუკიდებლობასთან ერთად შემოვიდა ჩვენთან ეს დღე. მას მერე კი, რა თქმა უნდა, ყვავილებით, რა თქმა უნდა, სიყვარულით და ჩახუტებით ვილოცავთ დედებსაც და საკუთარ დედებსაც და ყველა დედას. რა არის თქვენთვის გაზაფხული? გაზაფხული არის გათენება ლოკალურად, გაზაფხული გლობალურად. ვიყურები ფანჯარაში, ხედავ სილამაზეს, ვესვის ჭიკ-ჭიკი, რაც ძალიან მენატრებოდა მთელი ზამთრის განმავლობაში. ვეალერსები ჩემ შვილებს განსაკუთრებულად გაზაფხულზე, ჩემს თავსაც ვუვლი განსაკუთრებულად გაზაფხულზე. გაზაფხული გაზაფხულია. გავიდა ზამთარი, მოვიდა გაზაფხული. სიცოცხლის ენერგია გასასვლელად ამზადებს კვირტებსა და სრულიად ბუნებას.
ანა, როგორ ულოცავ დედიკოს 3 მარტს და სრულად ქალბატონებს 8 მარტს? 3 და 8 მარტისთვის დედას ვუხატავ ნახატს. უწერ წერილს, ამ უკეთებ ხელოვნური ყვავილების თაიგულს. დედას ყველაზე მეტად ჩემი გაკეთებული ნივთები მოსწონს. რას მაქვს შენ ცხოვრებაში გაზაფხული? გაზაფხულს ამოდის ახალი ყვავილები. ყოველ წელს იბადება რამე ახალი. ახალი გამოწვევები და ახალი ინფორმაცია ჩემთვის გაზაფხულია. მოგესალმებით ქალბატონებო, მოგესალმებით გოგონებო. მარტი ჩვენი თვეა. რომელ სიმღერასთან ასოცირდება თქვენთვის გაზაფხული? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გაზაფხულზე ძალიან ბევრი ლამაზი სიმღერებია დაწერილი და განსაკუთრებით გამოყოფ მურმან ლებანიძის გაზაფხულის შემოსულა ლე მუსიკა ეკუთვნის ჯემილ ზეფიაშვილს. როგორ ულოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს თქვენს ახლობებს? გაზაფხულის დადგომასთან ერთად დიდი სიყვარული და პატივისცემით ულოცავ ყველა დედას 3 მარტს და მანდილოსნებს 8 მარტს. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა კომპოზიტორთა კავშირს, რომელმაც დაგვითმო თავისი ულამაზესი სივრცე და სწორედ იქ არის ჩაწერილი ეს სიუჟეტი. დიდი მადლობა კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს, არაჩვეულებრივ კომპოზიტორს ბატონ გოგა შავერზაშვილს და კომპოზიტორთა კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო მესხს. ეხლა რაც შეეხება 8 მარტს. 8 მარტი ლამაზი კონცერტის გარეშე მოგეხსენებათ არ ჩაივლის და ზუსტად კომპოზიტორთა კავშირის შენობაში თბილისში აღმაშენებლის 123 ნომერში 8 მარტს შუადღის 3 საათზე, ანუ 15 საათზე ჩატარდება კონცერტი წვიმის შემდეგ ოთარ მაღრაძისა და მისი ჯგუფის შესრულებით. კონცერტის გვერდით მდგომი კონცერტის მხარდამჭერი გახლავთ კულტურის სამინისტრო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და ასევე SIP შემოქმედებითი საქართველო და ძალიან დიდი მადლობა SIP შემოქმედებით საქართველოს, რაც არსებობს შემოქმედებითი საქართველო მუდმივად გვერდით უდგას საინტერესო შემოქმედ ადამიანებს და ამით არამხოლოდ შემოქმედ ადამიანს ანიჭებს ძალიან დიდ სიამოვნებას მოგეხსენებათ შემოქმედებისთვის, მისი შემოქმედების გამოტანა ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ყველას ჩვენ საზოგადოებას და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და SIP შემოქმედებით საქართველოს. ასე რომ კომპოზიტორთა კავშირის შენობაში აღმაშენებლის 123-ში 8 მარტს თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ დასწრება, რაც თავარია დასწრება თავისუფალია, თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ და დატკბეთ იმ ჰანგებით, რასაც მსოფლიო მნიშვნელობის ჯაზის მუსიკოსი ოთარ მაღრაძე და მისი ჯგუფი შემოგთავაზებთ. ახლა ჩემი გამოშვების მეორე ნაწილის სტუმრებს წარმოგიდგენთ. ესენი არიან ბარბარე მარგველაშვილი, გამარჯობა ბარბარე და ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხარ. და ლიტერატურულ მუსიკალური სტუდიის სახიონის წევრი რეზო ბლიაძე, დიდი მადლობა. სახიონის ხელმძღვანელი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არის უნიჭიერესი ადამიანი, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი ნატა ცხადაძე და სხვათა შორის აქვე დავაანონსებ, რომ მომავალ პარასკევს სწორედ ქალბატონი ნატა იქნება თავის რამდენიმე აღსაზრდელთან ერთად მობრძანებული ჩემს გამოშვებაში. რეზო, დღეს კი ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხარ. გისმენ? ბარბარეს დაუსვამ კითხოს, პირველ რიგში მაინტერესებს 3 მარტს დედის დღეს როგორ აღნიშნავ და რას ჩუქნი დედას? 3 მარტს მე დედა ჩემს ჯერსერთი მეჩუქნი წერილებს, რომ მადლობა რომ ესე კარგად მივლის და სიყვარულს ჩუქნი და შემდეგ ჩუქნი ჩემ ნახატებს, რაც მას დავხატე მაგალითად გოგონას ყვავილებ ხელში ან ბუნებას, როდესაც გაზაფხული მოდის და ასეთ მომენტს აჩქარ ჩუქნი. ესე იგი ხატვა გიყვარს? კი, ძალიან.
რამე კონკრეტული ნახატი თუ გვაქვს დახატული გაზაფხულს რაც გახსენებს? მე მახსენებს ერთი გოგონა მყავს დახატული ყვავილებით თაგული ყვავილები ხელში და იყურება ზღვისკენ ძალიან ლამაზი ნახატი გვაქვს. ბარბარე შეიძლება მე დავუსვა. ბარბარე არის მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი წევრი, ანუ უფროს დედმამიშვილებში ყველაზე დიდი ბარბარეა და ყავს სამი არაჩვეულებრივი დაიკო, სამნი არიან უფრო სწორედ დაიკოები და ერთი აი ზე არაჩვეულებრივი ძმა ანდრია მარგოლაშვილი. სხვათა შორის შანშან ანდრია ზუსტად მანდიჭდა და არაჩვეულებრივად გაუძღვა თავის სათქმელს. აი როგორ გილოცავთ ანდრია თქვენ ყველა შენ, ანას, ქეთოს და ნინოს? ჯერ ნინოს ისე ვლოცავს რომ ჩემი ნახატი უნდა აიღო და გადაიხადა რადგან ეჩოქებინა რადგან ხო და ასევე დამაწინა წილი რომ მიწერე დავხატე დავამხმარე მაგრამ თვითონ მიწერა თავის წელი რადგან პირველ კლასში არის უყვარს წერა და თვითონ მიწერა წერილები ხოლო ანა ბევრ წერილს ჩუქნის ასევე და ქეთოც მე ვეხმარები ქეთოს ხო და სისაყვარლად ჩუქნის ძალიან კარგი რეზო, შენ როგორ ულოცავ შენ დედიკოს? ჯერ ეგ მითხარ და მე მაინტერესებს აი სახიობის გოგონებს და ხელმძღვანელს როგორ ულოცავ? დედიკოს ულოცავ მე რომ ვერ ვერკვევ ვერაფერ გოგოშ კურსით, ჩემ დასთან მივდივარ და ვეკითხები რა შეიძლება ვუყიდოთ და მე ჩვენ მივდივართ და სამკაულებს და რაღაცებს ვყიდულობ და მე მივდივართ ტორტის საყიდლად გულის ფორმი და მე პარკზე ვაწერთ დედიკო გილოცავ სამმარტს, შენი ელენე და რეზო. აი თუ გაქვს რაღაცა ისეთი აი თბილისში ხო ისეთი ლამაზად მორთულია ხოლმე თბილისი. თუ გაქვს რაღაცა შენი აზრი რას შეიტანდი ამ მორთულ მოკაზმულობაში 3 მარტისთვის და 8 მარტისთვის? 3 მარტისთვის მე გავაკეთებდი პატარა მაღაზიას, რომელიც ეწერება მხოლოდ დედიკოებისთვის და რაღაც. უიმე რა ლამაზი აზრია, ძალიან კარგი იდეა. და დედიკოების რაღაც იყიდება. აი ჩემ დედიკოს ხო რაღაც ჭიქები და ასეთი კაი რაღაცები და მაგას ისიც იდებოდი და ყველა ბევრი კაი რაღაცები. ხო და ბავშვობა მიულოცეთ თქვენს დედიკოებს და ეხლა დაგემშვიდობებით თუ შეიძლება გაუშვათ ის 2 წუთიანი ვიდეო და შემდეგი ორი სტუმარი უნდა შემოვიდეს შესაძლოა 3-იც. დიდი მადლობა ბარბარე, დიდი მადლობა რეზო. გაზაფხული არის დრო, როცა ბუნება მშვიდად იყვიძებს. ყვავილები ამოდის და ხე მწვანდება. და მზე თბილად მოგესალმება. ჰარი სუფთავდება და გულში ახალი იმედი იბადება. საქართველოს და მთელ სოფლიოს ვლოცავ გაზაფხულის დადგომას. ქალბატონებო, გილოცავთ 8 მარტს, განსაკუთრებით ჩემ იუბილარ ბებოს დაბადების დღე რო აქ. მე უნდა მილოცო ლექსით. ჩემო ტკბილობებუკა, ძლიერ მენატრები, მომენატრა შენი ტკბილი, ბებო გენაცვალები, მომენატრა ჩურჩხელები მურაბა და გობთა, შენი ტკბილი ნახელავი ლამაზი და სუფთა. იცი როგორ მომენატრა ჩახუტება შენი? შენც ხომ გვინდა ჩემი ნახა, ხო და გეახელი. მიყვარხარ ბებო. მე მინდა ჩემს დედიკოს მილოცო დედის დღე ლექსით. დედა, 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 სულ მინდოდა მეთქვა, შენ ხარ ჩემი სიცოცხლე და ჩემი გულის ფეთქვა. ჩემ დედიკოს დავხატე ნახატი. მოგესალმებით ყველას. მალე მოდის დედის დღე და მინდა ჩემ დედიკოს რომ გავკეთო სურათი. და აბსტრაქციას უკეთებ ახლა. ზამთარი გადის, ზე გამოდის, თოვლი დნება,
ხეებს ექნება ფოთლები, ეხლა მოვა გაზაფხული. ძალიან დიდი მადლობა. ეს ბავშვები, ვინც თქვენ ახლა იხილეთ ვიდეოში, არიან ამერიკაში მცხოვრები ბავშვები, რომლებსაც ძალიან უყვართ ყველაფერი ქართული, ძალიან უყვართ საქართველო და რამდენიმე წუთში ისევ მექნება მე პატარა ჩართვა, პატარა ვიდეო ამერიკაში მცხოვრები ბავშვებისგან. ეხლა რაც შეეხება ჩემს სტუმრებს, ესენი არიან სახიონის წევრები, სალომე ბარბაქაძე და თიკო კვატაშიძე. მოგესალმებით გოგონებო. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმრები ხართ. ეხლა თქვენ მოგილოცავთ ჩვენი რაინდი ნიკოლოზ კვანტრიშვილი 8 მარტს. გისმენთ? მე პატარა. ქართველი ვარ. ქართველი ვარ. კოკოსიცებს შვილი რა გამოსავს სხვანაოს მე შევია აქ სიკვდილი ქართკახეთი ქართკახეთი იმერეთი გურია და სამეგრელო მერე ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო ეხა დედიკოს მიულოცე ია დაგიკრიფე მიდი არ გინდა მაშინ შენ მე მითხარი შეყარებული ყავს თუ არა ბაღში? ნია. რა ქვია? ნია. ნია ქვია? და როგორი გოგოა ნია? ლამაზი თქო უთხარ. არ გაწვალებს? არ გაბრაზებს? მოდი ხე მე გოგონებს დაუსვავ შეკითხვას. შენ თუ მოგინდება, მე შენც დაუსვი ამ ლამაზ გოგონებს შეკითხვა. კარგი? გოგონებო, თქვენ სახიონის წევრები ხართ, რამდენიმე წუთში ჩვენ ნახავთ ფანდურის თანხლებით თქვენს ვიდეოს და მინდა მაინტერესებს როგორ ემზადებით ხოლმე 8 მარტისთვის და 3 მარტისთვის, აი რაღაც განსაკუთრებული სიმღერა არსებობს? ეხავე წახვალ, ეხავე წახვალ, მოიცა? ნახე რა კაი გოგოები არიან შენთან ერთად. მოусმინე აბა გოგონებს. აბა გისმენ. ჩქარა მითხარით. ჩემთვის სიმღერა არა. აბა რასაკეთებ ხოლმე სახიანში? სახიანში რომ მემზადებით მივდივართ ვარჯიშობთ ცეკვებისთვის, სიმღერებისთვის და სასპექტაკლოდ. კარგი, როგორ ხვდებით გაზაფხულის დადგომას? პირველ რიგში დედაჩემისთვის ვამზადებ საჩუქარს, რომ გავახარო და ვაჩუქა საჩუქარი. შენ? მეც დედაჩემისთვის ვამზადებ საჩუქრებს და მე ბავშვებთან ერთად ეზოში გავდივარ და ძალიან კარგად ვერთობი. ძალიან კარგად ერთობი, ხო? აი დავუშვათ როგორ გინდა, როში თქვენ რო გაიზდებით, დედები გახდებით, როგორ გინდა, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოგილოცოთ თქვენმა შვილებმა 3 მარტი. ბატონო. მე ისედაც ვიკავ. ვერ გავიგე? ფანდურს. ფანდურზე რო უკრავ ვიცი და შენ ძალიან მაგარი კაცი რო ხარ ვიცი. მართლა? და ვინ გასწავლა? ჯიამ. გიორგიმ გასწავლა? რა მაგარი ძია გყავს შენ, აბა მოდი ხა გოგოებს ვკითხოთ თუ უკრავენ ფანდურზე. მიდი კითხე აბა. უკრავ თქო. უკრავთ ფანდურზე თქო? მოდი ჯერ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას გაიცით პასუხი, როგორ წარმოგიდგენია, როგორ მოგილოცავენ შენი შვილები? ბრავი, ალბათ წერილს დამიწერენ და ჩამოხუტებიან და თბილისის სიტყვებს მეტყვიან. შენ? ჩემი აზრით, ყვავილებს და წერილებს დამიწერენ და კარგად მომილოცავენ. შენ შეყვარებულს როგორ მიულოცე 8 მარტი? როგორ მიულოცავ 8 მარტს? მითხარი. ყვავილებს მიუდან? დედიკოს როგორ მიულოცე 3 მარტი? არ მეუბნები? კარგი, დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა. ეხა თუ შეიძლება ფანდური გავუშვათ ვიდეო და მე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. Birim ze
ძალიან დიდი მადლობა და როგორც შეგვირდით, ტასო და მე დაგიბრუნდით ასევე უმშვენიერეს სტუმართან ერთად ფსიქოლოგ თიკა აიწურაძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება. მოგესალმებით თიკა, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ფაქტიურად თიკა აქ აღმოჩნდა პირდაპირ მე მგონი აეროპორტიდან, ხო? იმიტომ რომ სულ რამდენიმე დღის წინ მან დაამშვენა მილანის პოდიუმი. მოდი ახლა მოგვიყევი აი შენი მილანის ამბების შესახებ და მე უკვე კითხვებზე გადავიდეთ. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში. გისურვებთ ბევრ ლამაზ და პოზიტიურ გაზაფხულურ დღეებს, თავისთავად იგრძნობა, მიუხედავად იმის, რომ დღეს ცოტა წვიმიანი ამინდი იყო, ასე ვთქვათ, მოღრუბლული. მიუხედავად ამის, მაინც გაზაფხულის სურნელი ტრიალებს უკვე თბილისის ქუჩებში და ჰაერში იგრძნობა. რაც შეეხება ჩემი აეროპორტიდან მოსვლას ფაქტიურად ასე გამოდის. მე მგონი ჩემს სახეზეც აისახება, ჯერ არ ვარ დასვენებული. არაფერი არ აისახება, ფანტასტიკურად გამოიყურება. თუმცა შევეცადე თქვენთვის გაზაფხულური განწყობა მილანიდანაც შემექმნა, ისეთი რაკურსი შევარჩიე ჩართვის დროს, სადაც ბევრი სიმწვანე იყო, სასახლეც ჩანდა და თვითონ ჩვენებაც იყო იმდენად ფერადი, იმდენად ლამაზი, რომ მართლაც სიმბოლურად გაზაფხულს ასახავდა. ხო და მოდი ახლა ჩვენ ჩართვით ყავს ბაკურიანიდან ჟურნალისტიკის სახელოსნოს ერთ-ერთი აღსაზრდელი მარიამ აბდუშელაშვილი. მარიამ, გისმენ? გამარჯობა მარიამ. მე აღარ თავს ბაკურიანში? შეიძლება ახლა თავდა და ესეთი სიმამაზე ჩვენს ბაკურიანში. მარიამ, აი თიკა შენ ვისაც უნდა დაუსვა შეკითხვები, გისმენს ყურადღებით. როგორ გილოცავენ, მაინტერესებს როგორ გილოცავენ 3 და 8 მარტს? ზოგადად თუ ბავშვები, თუ საერთოდ ყველა? ზოგადად, კარგით. უფრო ცდილობენ რაღაც იყოს შემოქმედებითი, ტექსტები ახლდეს, არ იყოს უბრალოდ მილოცვა, ყვავილებს მჩუქნიან, ტკბილეულს მჩუქნიან ასევე და განსაკუთრებით მხვდება ხშირად მესენჯერს, როდესაც ხსნი, ძალიან თბილი გზავნილები, რადგანაც ბევრი ადამიანისთვის ვასოცირდები გაზაფხულთან. ჩემი ალბათ საქმიანობით და მათდამი დამოკიდებულებით. ჩემთვის პირადად გაზაფხული ასოცირდება იასამანთან, ყველაზე უფრო მეტად იასამანის სურნელთან, ალბათ იმიტომ რომ მაისში ვარ დაბადებული და უზომოდ მიყვარს. რაც შეეხება ჩემს შვილებს, ჩახუტებით მილოცავენ, ყვავილებით, ტკბილეულით. და ლამაზი მისალოცი ბარათებით, რომელსაც ბიჭი უკვე დიდი იმყავს, აღარ აკეთებს ამ მისალოც ბარათებს, მაგრამ გოგონა ხატავს ხოლმე ლიზა, რომელიც წეღან იყო ეთერში და რაზეც არის საუბრა. თვითონ აფორმებს ამ მისალოც ბარათს და მჩუქნის აი ესეთ დღესასწაულებზე. და შემდეგი შეკითხვა მარიამ. აი თქვენ ამ კითხვაშივე, ამ კითხვის პასუხშივე თქვით ჩემი მეორე რადგან ჩემი მაინტერესება თქვენი წელიწადის რომელი დრო გიყვარდათ? გაზაფხულთან ერთად? გაზაფხულთან ერთად მიყვარს შემოდგომა, იმიტომ რომ იქაც ძალიან ბევრი სიფერადია. ზოგადად მიყვარს ყველაფერი ფერადი, ხალისიანი.
და შემოდგომას უამრავი ფერთა პალიტრა აქვს, ამიტომ შემოდგომაც ძალიან მიყვარს. ერთი ასოცირდება სიცოცხლის დაბადებასთან, მეორე ნაყოფიერებასთან და შესაბამისად ორივე სეზონი განსაკუთრებით მიყვარს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ზამთარი არ მიყვარს ან ზაფხული. ყველა სეზონი თავისებურად ლამაზია. მით უმეტეს ისეთ ლამაზ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, უღრმესი მადლობა შენ ჩართვისთვის. იმედია თოვლი მოვა და ისრიალებ კიდეც. თოვლია, სრიალებთ კიდეც და მადლობა თქვენ. ბედნიერად გელოდებით თბილისში. თიკა, აიხა ბძანეთ რომ წელწადეს ყველა დრო გიყვარს. აი მე მინდოდა ეს შეკითხვა დამესვა პირადად შენთვის. მართლა წელწადეს ყველა დრო მიყვარს და არ არსებობს ჩემთვის ცუდი ამინდი. აი რასთან მაქვს საქმე, შეგიძლია ამიხსნი. კი, ანუ ეს არის, როდესაც უპირობოდ შეგიძლია ყველაფრის მიღება, ისეთი მოვლენა ისეთი სახით, როგორი სახითაც ის არსებობს. აი ხლაც დღეს ხო არის ცოტა მოღრუბლული, თითქოს უნდა იწვიმოს, თითქოს არ უნდა იწვიმოს, მაგრამ მაინც თავისებურად ძალიან სასიამოვნო ამინდია, იმიტომ რომ გარეთ იგრძნობა გაზაფხულის სურნელი. როგორ შეიძლება ეს არ გიყვარდეს, შეუძლებელია. აი ეს მოცემულობა არის უკვე ის, როდესაც უპირობოდ გიყვარს, რაღაც ის სანაცვლოდ კი არა, რომ აი როდესაც მზიანათებს მაშინ მიყვარს მე გარეთ გასვლა. არა, ყოველთვის რომ მიყვარს გარეთ გასვლა, ყოველთვის რომ მიხარია ის ამინდი, იქნება წვიმიანი, იქნება მზიანი. ეს არის პირიქით ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულება. და ესე იგი, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში რაღაცა დადებითი შეიტანოს. აი ეს საიდან ამას შესწავლა ხო შეუძლებელია? ამას ყველას ხო ვერ მოვთხოვთ? იცით რა არის, ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად მაინც ყველა ადამიანშია, უბრალოდ თუ ამას დაანახებს სწორად, ანუ მედალს რო ორი მხარი აქვს, მარტო არ უნდა უმზირო ერთი მიმართულებით, ორივე მხრიდან უნდა შეხედო. და თუ ადამიანებს ამას ვასწავლით, რომ ორივე მხრიდან უნდა შეხედონ, უფრო გაუმარტივდებათ და გაუადვილდებათ, იმიტომ რომ როდესაც ამაზე ვსაუბრობ, თუნდაც თერაპიის დროს ან ტრენინგების დროს ბევრი ჩაფიქრებულა ამ საკითხზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო კონცენტრირდებით ზოგადად რაღაც პრობლემაზე ან ნეგატივზე და ამ დროს ვეღარ ვამჩნევთ იქ რესურსს, ვერ ვამჩნევთ იქ პოზიტივს. ამ დროს შესაბამისად თუ შევხედავთ და გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ამან შეიძლება რაღაცნაირად შემაფერხა, მაგრამ რისთვის შემაფერხა იქნება იმისთვის, რომ დავფიქრდე და რაღაც უკეთესად გავაკეთო. ზუსტად ასე ამინდზე. ანუ ამინდმა არ უნდა შეგაფერხოს, როდესაც რაღაც გაქვს გადაწყვეტილი, სხვა შორის პეპი გრძელწინდაში რო წყავს წვიმაში, იმიტომ რომ მას ძალიან უნდა და ყვავილების მორწყვა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ხო მეტაფორულად რო ავიღოთ წვიმის. მაგრამ ხშირი არის ადამიანების კატეგორია ამინდის მიხედვით, რომ ხასიათი ეცვლებათ და ეს უკვე დამოკიდებულება. კი, ეს არის მათი დამოკიდებულება, როგორი დამოკიდებულებაც გაქვს რაღაცის მიმართ, ზუსტად ისე გაქვს მე ეს განწყობაც, იმიტომ რომ განწყობა რა არის მზაობა. ისე კი მე მაქვს იმის მზაობა, რომ წვიმამ გამიფუჭოს ხასიათი, თორე თუ მე არ მექნება იმის მზაობა, რომ წვიმამ შეიძლება დამაზარალოს ან ხასიათი გამიფუჭოს. უამრავი თავდაცვის საშუალება არსებობს, ელემენტარული ქოლგა, გაშალე, დაიჭირე, გადი. უსაფრთხოდ ხარ? მე ხო მეც მიყვარს რა ვიცი წვიმაც და ყველაფერი მიყვარს. მოდით ახლა პატარა ვიდეო ჩავთოთ კიდევ, რომელიც მოგვიმზადა Dancing Crow Company-მ ქართული კულტურის ცენტრმა ამერიკაში, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ლიკა სირელსონი და შემდეგ დაგიბრუნდებით ეთერში. ნიცა, ბარბარე, ნიტა, მია, ოდრი, ემილი. მოგესალმებით საქართველო. როგორ მივუწდები და სამი მარტი. მე გავუკეთე დედას ნამდვილი მარგარიტის ყელსაბანი. აუ, ეგ ძალიან მაგარია, აბა შენ რა გავუკეთე? მე წერი დავწერე და დავხატე დედა. ხო ძალიან მოეწონა. კი. რა დაუწერე? მადლობა დედიკო, რომ მაჭმევ და ყველაფერს მიკეთებ. აუ, ეგ ძალიან საყვარელია. მადლობა. გილოცავ დედების დღეს. მე დედა ჩემს გავუკეთე ყვავილი ფურცელით. მე ჩემ დედიკოს აი ფურცელი დავწერე, დავხატე აი თავისი სახე. მე გავუკეთე დედიკოს სამაჯური. ულოცავთ ყველ ქალბატონს 8 მარტს. ვიყვარხარ საქართველო!
ძალიან დიდი მადლობა ლიკა სირელსონს და მთელ მის გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს ქართველი ბავშვების ბისთვის ყველაფერი ქართულის გაღვივებაზე. უღრმესი მადლობა ბავშვებო თქვენ, კიდევ და კიდევ ლიკას და ბავშვების მშობლებს და იმ გარემოცვას, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან. ჩვენ თქვენ ყველას გელოდებით საქართველოში. გისმენდას. მე მაქვს ასეთი კითხვა, მაინტერესებს, ფერებს თუ აქვს რამე მნიშვნელობა კონკრეტულად თუნდაც თერაპიაში და ასე შემდეგ. აი სეზონის ამინდებს რო გადავხედოთ, ზამთარი შეიძლება დავახასიათოთ ციფერებად, ზაფხულით ფილფერებად და ესეც აი როგორ გადმოდის ადამიანებზე და ძალიან კარგი შეკითხვა. ნახეთ, როგორ არის, რა თქმა უნდა, თერაპიაში დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს. მე თვითონ არც თერაპევტი ვარ და ვიყენებ, რა თქმა უნდა, ხატვასაც, ძერწვასაც თერაპიაში და საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ ერთი და იგივე ფერი, მაგალითად, ავიღოთ პირობითად წითელი. წითელი ფერი ზოგისთვის არის სიყვარულის ფერი, მაგალითად, ჩემთვის პირადად სიყვარულის ფერია, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც წითელი ფერი აღიზიანებს. შესაბამისად, აქვე დავსვავ კითხვას. აი ნახეთ, ფერს შეიძლება კონდეს ერთი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად ადამიანისთვის, რასთან ასოცირდება და როგორ აღიქვამს ამა თუ იმ ფერს. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა მნიშვნელობას მიანიჭებ? აი ზოგს უყვარს მწვანე, მაგალითად, ყავისფერი ბავშვებთანაც, როდესაც მიმუშავია, დავაკვირდი, რომ ვიღაცისთვის აი ეს მელანქოლიური განწყობა გამოხატულია შავი ფერით. ვიღაცისთვის მწვანეა, ვიღაცისთვის ყავისფერი. ამიტომ ერთ მნიშვნელობას ფერებს ბუნებრივად ვერ მივანიჭებთ და აქვს მხოლოდ ის მნიშვნელობა, რა მნიშვნელობასაც ადამიანები ანიჭებენ. და ვანიჭებთ. თიკა აი როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადავიდეს. ეხლა ნახე რა ხდება. მე პირადად ჩემ მაგალითზე გეტყვი რა. შეიძლება რაღაცას ვაკეთებდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თუ დავინახე, რომ ამოვწურე ჩემი თავი ამ საქმიანობაში, მე გავაკეთებ, ვიწყებ ახალს და აი რაღაცას რომ მოვინდომებ, ზუსტად ვიცი, რომ იმას გავაკეთებ და ვაკეთებ კიდეც. ნუ ჯერჯერობით ანუ გაჩერებული ვარ ამ ჟურნალისტიკაზე და მადლობა უფალს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ჟურნალისტიკა. მაგრამ აი როდესაც ადამიანი რადიკალურად იცვლის თავის მიმართულებას. აი ხო, რა უნდა ვთქვათ ამ დროს რის გამო ხდება? რის გამო? ძალიან მარტივად გაგცემთ ამაზე პასუხს, იმიტომ რომ რადიკალურად მაქვს პროფესია შეცვლილი. თვითონ თიკას მაგალითს ორი განათლება მაქვს, რა თქმა უნდა, შესაბამისი ხარისხებით, გარდა იმის, რომ ვარ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მოკლედ წარსულში ჩემი მიმართულება იყო ფინანსების მიმართულება, კონკრეტულად ბუღალტერია და 15 წლიანი სტაჟი მაქვს ამ კუთხით და როდესაც 10 წელი გავიდა და ვიმუშავე საკმაოდ აქტიურად ბიზნეს სექტორში, კერძო სექტორში, საკმაოდ საინტერესო იყო ნაყოფიერი წლები, ყოველთვის ვითარდებოდი, წინ მივდიოდი, მაგრამ მივხვდი 10 წელი, როდესაც შესრულდა, რომ რაღაც დასრულდა, რაღაც არ მყოფნიდა თითქოს და აი მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ისევ ეროვნული გამოცდები ჩამებარებინა, მომეპოვებინა მაგისტრის ხარისხი, დღეს უკვე დოქტორის ხარისხს ვიცავ. ნუ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა ჭირდება საკუთარ თავზე, პლუს განვითარება, დისციპლინა, წინსვლა, ძალიან დიდი რაოდენობით პრაქტიკა. და მოკლედ ბევრი უძილო ღამეებით. შეიძლება ვიღაცისთვის გვერდიდან ჩანდეს, რომ მე ეს გზა ძალიან მარტივად გავიარე და მსუბუქად. არა, მე ეს გზა გავიარე შრომით, სიყვარულით და მოტივაციით, იმიტომ რომ მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ამიტომ ნახეთ, ეს ძალიან ნორმალურია, თუნდაც იყოს რადიკალური და წარმოუდგენელი. კი, მთავარია გიყვარდეს და აკეთებდი ამას სიყვარულით. ბიზნეს ფორუმებზე დღესაც ვჩდები, იმიტომ რომ მაქვს მაინც ბიზნეს სექტორთან შეხება და ხუმრობენ ხოლმე, რომ ბუღალტერ ფსიქოლოგი მოვიდაო. და მოდელი. კი, და მოდელი დამემატა. ახლა ეს ხო პლუს კიდე მოდელი. ნუ ეს უფრო ჩემი ჰობია, რომელიც მაძლევს ძალიან დიდ ენერგიას, შემოქმედებითობას და მავსებს.
და ისიც ხო არის თიკა რომ ერთი და იგივე პროფესიის ადამიანი მუდმივად თავის განვითარებაზე ფიქრობს და აი ხა იმ დღეს წავიკითხე 102 წლის იაპონელმა ექიმმა კიდე ახალი ნაშრომი დადო რომელიღაცა დარგში, მაგრამ ნუ დადო ფაქტია რომ დადო. კი, სხვათა შორის წეღანი იაპონელებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ რადგანაც ყველაზე მარტივი იყო საკუთარი кейსის გაზიარება, დავიწყე საკუთარი кейსის გაზიარებით, რომ უფრო აღქმადი ყოფილიყო მაყურებლისთვის. იაპონელებს ტრადიციაც აქვთ სხვათა შორის, რომ აი 10 წელი, როდესაც მუშაობენ ერთ პოზიციაზე, პირიქით იკითხება ძალიან კარგ და სწორ გადაწყვეტილებად, რომ ამოწურავ აი ამ 10 წლიან დეკადას, შემდგომ უკვე განვითარდე რაღაც სხვა მიმართულებით. მეორე პროფესიასაც იძენენ, უნარებს ავითარებენ და კიდე ცდილობენ რაღაც ახალი შექმნან. ამიტომაც არის ძალიან განვითარებული. ნახეთ, როგორი რაღაც არსებობს ისეთი პროფესიები, რომელიც კი განვითარდები კვალიფიკაციას აიმაღლებ, მაგრამ რაღაც ახალს ვერ ქმნი. და ხო არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ბევრი უნარები აქვთ, ბევრი რაღაცის შექმნა შეუძლიათ, შეიძლება იყო რაღაცა პერიოდი დაუშვათ სახელმწიფო სამსახურში, გადავიდა კერძო სექტორში და აღმოაჩინა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია და უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლა, რასაც მანამდე ვერ იძლეოდა დაუშვათ ის რაღაც კონკრეტული ჩარჩო, ხო? და ახლა არის რაღაც შემოქმედებით პროცესებში ჩართული, თუნდაც ამ კუთხით. ან ხელსაქმე ავიღოთ ნებისმიერი, რომელიც ძალიან კარგად გამოდის, ქარგვა, ხატვა, დიასახლისობაი აღმოაჩინა ძალიან ბევრმა, რომ თურმე დიასახლისობიდან შეიძლება რაღაცის რეალიზაცია იმ უნარის, ასე ვთქვათ, კონვერტაცია. აღმოაჩინეს, რომ კულინარია იმდენად კარგად გამოსდით, რომ საკუთარ რესტორნებს ფლობენ დღეს, ან დაუშვათ რაღაც საკონდიტროებს. ამიტომ ადამიანს აქვს უამრავი უნარი, უბრალოდ ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდება ამის შესახებ და არც კი არ ვიყენებთ და არც კი გვგონია ზოგჯერ რომ ჩვენ გვაქვს ესათვის რესურსი. ესე იგი ამ ყველაფრიდან გამომდინარე მგონია რომ რაღაცა რომ აი რაღაცა აზრი რომ წამოვა ის აზრი არ უნდა ვაგდოთ უკან. რა თქმა უნდა. ესე იგი ჩვენ ის შეგვიძლია. ასე მოდი ორი სიტყვით დღევანდელი გამოშვების შესახებ რა განწყობით ხარ ახლა შენ და დაგემშვიდობებით. რა ხან საუბრობდით ახალ წამოწყებებზე, ჩემთვის ეს ახალი იყო და სასიამოვნო იყო მივიღე გამოცდილება პირველ რიგში. მომეწონა გავყვები ალბათ ვიფიქრებ ამ სფეროზეც. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ და მადლობა თქვენს. ძალიან დიდი საინტერესო იყო ყველაფერი. თიკა, უღრმესი მადლობა შენთან არა ყოველთვის მაკლდება ხოლმე რაღაც და მე რეკაც მიღმა ვაგრძელებთ ხოლმე, ასე იქნება დღესაც და რა თქმა უნდა ჩვენ მრავალგზის გვექნება შესაძლებლობა რომ თიკა აიწურაძესთან ერთად ეთერში პირდაპირ ეთერში ისე ვისაუბრო რომ თქვენც გაიგოთ არა მხოლოდ მე არამედ თქვენც. რაც შეეხება 8 მარტს დიდი მადლობა თიკა აიწურაძე და თანაწამყვანი ანასტასია ქირია იყვნენ თქვენთან. დიდი მადლობა თქვენ. მადლობთ და დიდი მადლობა ყველას ვინც გვიყურა და გვისმინეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ 8 მარტს შუადღის 3 საათზე კომპოზიტორთა კავშირის შენობაში აღმაშენებლის 123 ნომერში ჩატარდება კონცერტი ჯაზის მუსიკოსის ოთარ მაღრაძისა და მისი ჯგუფის შესრულებით და ამ კონცერტის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო და სიბ შემოქმედებითი საქართველო. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს ამისთვის და ძალიან დიდი მადლობა სიბ შემოქმედებით საქართველოს. თქვენ კი ყველას დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.